დიდი მადლობა. დიდი მადლობა ინტერესისთვის და ამ შეხვედრაში მონაწილეობისათვის. დღევანდელი შეხვედრა არის გაგრძელება გუშინდელი დისკუსიის, სადაც ვიხილავდით ახალ სამართლიან პირობებს იმისათვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ანუ რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც საზოგადოება ითხოვს უკვე ამდენი თვეა, ჩატარდეს სამართლიან პირობებში. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მოდელი, ეს პაკეტი, რომელიც არ საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საქართველოს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, ეს არის ის მოდელი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებებისა და განკარგულებების საფუძველზე მიგვაღწევინებს შედარებით დემოკრატიულ და სამართლიან გარემოს, ისეთ კონკურენტულ გარემოს, რომელშიც ყველა სუბიექტს ექნება თანაბრად მონაწილეობის შესაძლებლობა. რამდენადაც გუშინ ჩვენ ბოლოს გავჩერდით ვერიფიკაციის აპარატების თემასთან დაკავშირებით, ანუ გავიარეთ რამდენიმე საკითხი, მხოლოდ ვაგრძელებთ ახლა უკვე შემდეგ თემას, ეს არის საარჩევნო კარუსელები. და საარჩევნო კარუსელები მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის არჩევნებზე იყო ის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი, რამაც საშუალება მისცა მმართველ პარტიას, რომ ფართომასშტაბიანი და სისტემური გაყალბება მოეხდინა ამ არჩევნების. კონკრეტულად ეს მდგომარეობდა იმ ქმედებებში, რომ საკუთარი პირადობის მოწმობით ხდებოდა რამდენიმე უბანზე მისვლა ამ მრჩევლის და ხმის მიცემა რამდენიმე უბანზე. გამოიხატებოდა ასევე იმაში, რომ სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით მიდიოდა პირი და აძლევდა ხმას რამდენიმე უბანზე, ან და სხვის ნაცვლად აძლევდა ხმას, მაგალითად ერთ უბანზე შეიძლებოდა ეს განხორციელებულიყო, ან და არც პირადობა ჰქონდა სხვისი და არც თვითონ არ იყო ამ მრჩეველი, მაგრამ ჰქონდა ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სხვისი პირადი ნომერი. აი სწორედაც, როდესაც წინა საარჩევნოდ ხდება ხოლმე ან დავალება დასაქმებული პირების, ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების და ყველას გვინახავს და გვსმენია ეს აიპებში, სიპებში და საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებისათვის პირადი ნომრების შეგროვების დავალება ან მათი ოჯახის წევრების პირადი ნომრების შეგროვება. მიზანი სწორედ ეს არის აი ამ ქმედების, რომ შეგროვდეს ის პირადი ნომრები, რომლებიც შემდეგ გამოყენებული იქნება საარჩევნო კარუსელში. ანუ ერთი არის, როდესაც მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენ და მათ მოუწოდებ, რომ მივიდნენ და არჩევნებში ხმა მოგცენ, მაგრამ მეორეა, როდესაც აგროვებ ისეთ პირად მონაცემს, რომელიც არის პირადი ნომერი და რომელიც წესით არავის არ უნდა გადასცეს მოქალაქემ, ხომ, მით უმეტეს წინა საარჩევნოდ. აი სწორედ ამ გზით შეგროვებულ პირად ნომრებს იყენებს ქართული ოცნება საარჩევნო კარუსელების განხორციელებისას და შესაბამისად ამასთანვეა დაკავშირებული მეორე მომენტიც, ანუ გაყალბების მეორე სქემა, რომ არა მხოლოდ სხვისი პირადობებით ან ბევრჯერ ხმის მიცემით ან სხვისი პირადი ნომრების გამოყენებით ხდებოდა გაყალბება, არამედ ამასთან კომბინაციაში იყო კიდევ მარკირების პროცედურის დარღვევა და მარკირებაზეც ცალკე ვისაუბრებთ, უბრალოდ ახლა მინდა რომ ხედულობაში იქონიოთ თან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მოთხოვნებზე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ CESCO-ს დადგენილებით სავალდებულოდ უნდა განისაზღვროს ყოველ 2 საათში ერთხელ ვერიფიკაციის აპარატებიდან ამ მრჩეველთა სიის ამობეჭდვა. ეს ამის შესახებ ჩვენ გუშინაც ვისაუბრეთ, გუშინდელ შეხვედრაზე, მაგრამ ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ყოველ 2 საათში ერთხელ ნათლად დაინახოს ამ მრჩევლებიდან, რომელი ამ მრჩეველი მოვიდა ამ დროს, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია უკვე ექსკლუზიურად აქვს მმართველ პარტიას, მხოლოდ ქართულ ოცნებას აქვს ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, ჩვენ ანუ საბოლოოდ დადასტურდება თუ არა, რომ ვერიფიკაციის აპარატებიდან პირდაპირ იღებდა ქართული ოცნება მონაცემებს, ანუ მიუხედავად ამისა,
ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მათ ხელშია და ისინი იყენებენ. ამიტომ საჭიროა, რომ კონკურენტული და სამართლიანი გარემო რომ ჩამოყალიბდეს, საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. და როგორც წესი, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ხმების манипуლირება ხდება ზუსტადაც ამ კარუსელებით, ანუ ადამიანი, რომელიც ზუსტად იცის CESCOM რო იმყოფება საზღვარგარეთ, შესაბამისად, მათი პირადი ნომრების გამოყენება არის სწორედ ის წყარო აი ამ არჩევნების გაყალბების, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ 2024-ში. ამდენად სამომავლოდ რომ გამოვრიცხოთ ეს შესაძლებლობა, საჭიროა რომ ვერიფიკაციის აპარატებიდან ყოველ 2 საათში ამოიბეჭდოს ეს სია და იყოს გაკეთებული აღნიშვნები, თუ რომელმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხშირად ისმის ხოლმე ამასთან დაკავშირებით პირველი პრეტენზია, რომ ეს ხომ არ იქნება ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის რაიმე კონფიდენციალური ან პირადი ინფორმაცია არჩევნებზე მისვლის ფაქტი, იმიტომ რომ სიაში, სადაც აღნიშვნაა გაკეთებული, რომ ეს ამომრჩეველი უკვე იყო, ეს სხვა არაფერია, თუ არა აი ამ დიდი და საჯარო პროცესის, რაც არის არჩევნები, მასში მონაწილეობის ფაქტის დადასტურება. და ეს არანაირ პირად ინფორმაციას არ წარმოადგენს. დაცული, დაფარული და საიდუმლო ინფორმაცია არის გაკეთებული არჩევანი, იმიტომ რომ არჩევანი უნდა იყოს, ანუ კენჭისყრა არის ფარული. კენჭისყრა, ანუ ხმის მიცემაა ფარული ჩვენი კანონმდებლობით და კონსტიტუციით და არა არჩევნებში მონაწილეობის ფაქტია ფარული. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები კი არ იქნებოდა რაღაცა საჯარო პროცესი, რომელშიც გადაღებაც შეიძლება, დაკვირვებაც შეიძლება, საერთოდ უცხოური სადამკვირვებლო მისიების მოსვლა და ყურება შეიძლება. არამედ ეს იქნებოდა რაღაცა დაფარული მთლიანად და არადა მთელ ამ საჯარო პროცესიდან დაფარული არის მხოლოდ ხმის მიცემის კაბინაში შესვლა, ბიულეტენზე არჩევანის გაკეთება და ნუ შემდეგ ამ ხმის ჩაგდება, ხო? ანუ აი ეს სამი პროცედურა უნდა იყოს დაფარული და ვერავინ ვერ უნდა აკონტროლებდეს ამ სამ პროცედურას, თორე თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანი მიდის, შედის უბანზე, გადის ამ პროცედურებს, ამაში საიდუმლო არაფერი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ თვითონ არჩევნები არის საჯარო პროცესი და აქ არაფერი დასაფარი არ არის, ასე ვთქვათ, ვინ მივიდა და ვინ არა. უფრო მეტისაც გეტყვით, ანუ აი სიები, ამომრჩეველთა სიები, რომლებიც გადაეცემა პარტიებს არჩევნებამდე, სწორედ ამისთვისაც არის, ხომ? ერთია, რომ უზუსტობები გადამოწმდეს, ანუ იქ მკვდარი სული არ იყოს, ადამიანი, რომელიც აქ აღარ ცხოვრობს, ის აღარ იყოს, რაღაც დუბლირებები არ იყოს და ასე შემდეგ. ამის გარდა კიდევ გამოიყენება წინასაარჩევნო კამპანიაში თვითონ პოლიტიკური პარტიების მიერ ამომრჩეველთა მობილიზაციის კუთხითაც, ხო? და პარტიებსაც რომ თავი დავანებოთ, თვითონ ქართული ოცნება როგორ მოქმედებს ყველა კენჭისყრის დღეს, ხომ ყველას ნანახი გვაქვს. ანუ ის კოორდინატორები დგანან სურათიანი სიებით და რეკავენ გამუდმებით ამომრჩევლებთან და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც მიდის და ეუბნება, რომ თქვენ რატომ გაქვთ ეს სიები, ისინი ამაყად პასუხობენ, რომ ეს დაშვებულია კანონმდებლობით და ეს არის მობილიზაცია ამომრჩევლის. ხო და თუ კი ეს მობილიზაცია ამომრჩევლის და თუ კი ქართულ ოცნებას ისედაც აქვს ეს ინფორმაცია, რომელი ამორჩეველი მივიდა იმ დროისთვის და რომელი არა, რომ მერე მაგალითად ამაყად განაცხადონ, რომ აი ჩვენ ტრანსპორტირებითაც ვეხმარებით და მოყვავს ამორჩეველი და ვუადვილებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ეს ინფორმაცია რანაირად შეიძლება იყოს მეორე მხარეს დაფარული და არასაჯარო. ხო? ანუ რა გამოდის, რომ მართველი ძალის ხელშია ყოველთვის ზუსტი მონაცემები, მთელი ბაზები, ამორჩეველთა სიები, წვდომა ვერიფიკაციის აპარატებზე და წვდომა ხმის მთლელ აპარატებზე და აქეთ მხარეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისთვის და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არის ეს ინფორმაცია კონფიდენციალური. ანუ ეს ხო ასიმეტრია არის პროცესზე ხელმისაწვდომობის და შესაბამისად შეუძლებელია, რომ აქ ბალანსირებული იყოს სხვადასხვა ძალის ინტერესი და შესაბამისად ეს არ შეიძლება, რომ სამართლიან სისტემაში არსებობდეს ასეთი ინსტიტუტი, რომ დაუმალო ოპოზიციურ პარტიებს ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს
დაუმალო, რომელი და რამდენი ამორჩეველი იყო იმ წუთის მონაცემებით მისული უბნებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ პრინციპულად არ ვიზიარებთ აი ამ მოსაზრებას, რომ თითქოს და ყოველ 2 საათში რომ ამოიბეჭდოს სია და იქ მიეთითოს რომელმა ამორჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ეს არის რაღაცა პირადი ინფორმაციის დარღვევა, საიდუმლოს დარღვევა. არანაირად ეს ასე არ არის. არც ერთ კანონში ეს არ წერია. არჩევნები არის საჯარო პროცესი, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პროცესია. მისი გამჭვირვალედ ჩატარება და დემოკრატიულად ჩატარება არის უმაღლესი კატეგორიის მქონე საჯარო ინტერესი და შესაბამისად ვერც ერთი სხვა ტიპის საკანონმდებლო მოთხოვნა მას წინ ვერ გადაეღობება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება სამართლიანი არჩევნები, მით უმეტეს იმ უარყოფითი და ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ 2024-ის არჩევნებზე. სწორედ ამ რისკის საპასუხოდ ვითხოვთ, რომ დადგინდეს CSKO-ს დადგენილებით აი ამ ამორჩეველთა სიის ამობეჭდვის სავალდებულოობა. გარდა ამისა, ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ CSKO-ს დადგენილებით უნდა მოხდეს ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაუბრკოლებელი დაკვირვება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ამ წლის აპრილში CSKO მიიღო 2 დადგენილება, ეს 22 და 23 დადგენილებები, რომლითაც მთლიანად აკრძალა დაკვირვება და მტკიცებულებების შექმნა ვერიფიკაციის აპარატებზე. არადა მთელი ეს პროცესი ამომრჩევლის რეგისტრაციის მასზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემის ხდება ზუსტად რეგისტრატორისა და აი ამ ვერიფიკაციის აპარატის საშუალებით, ხო? შესაბამისად, თუ კი ჩვენ ასეთ დონეზე გვაქვს ახლა აკრძალული, რომ არც რეგისტრატორს დავაკვირდეთ, არც ვერიფიკაციის აპარატს არ დავაკვირდეთ და მით უმეტეს არ გადავიღოთ ფოტოები, ანუ დარღვევების ფოტოები და დარღვევების ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები არ შევქმნათ, მაშინ მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რანაირად უნდა მოხდეს დაკვირვება, ეს არაერთხელ ითქვა და ძალიან კარგია, რომ აპრილიდან მოყოლებული აი 22 და 23 დადგენილებების აბსოლუტურად დანაშაულებრივ შინაარსზე და დამკვირვებლობის ფუნქციის და ზოგადად დამკვირვებლობის ინსტიტუტის აკრძალვაზე საუბარი მიმდინარეობს ჩვენ საზოგადოებაში და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დარჩეს ასე, ეს ორივე დადგენილება აუცილებელია, რომ გაუქმდეს და აღდგეს ის მდგომარეობა, რაც იყო 2024-ის წინ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისეთი დაბალი სტანდარტის არჩევნებსაც კი ვერ მივიღებთ, როგორც 2024-ის არჩევნები იყო. იმიტომ რომ დღეს გაცილებით უფრო მძიმეა ეს მდგომარეობა, დამძიმებულია სამართლებრივი გარემო და საერთოდ იმდენად არის შეზღუდული დამკვირვებლების უფლება-მოვალეობები, რომ ანუ საერთოდ აზრი არ აქვს, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. აი, ხშირად არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით გაიგონებდით არგუმენტს, რომ დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ, ვიმონაწილეოთ, რომ ვნახოთ კიდე მე რამდენად გააყალბა არჩევნები ქართულმა ოცნებამ. ანუ ვერ ვნახავთ ამას, დარწმუნებით ვამბობ, ამიტომაც არ აქვს აზრი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ვერც პარტიების დამკვირვებლები, წარმომადგენლები და ვერც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები ვერ შექმნიან მტკიცებულებებს და მოგეხსენებათ მტკიცებულებების შექმნის გარეშე, ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებზე მაქვს ცხადია საუბარი, არანაირი აზრი არ ექნება იმის უბრალოდ ზეპირად საუბარს, რომ აი ქართულმა ოცნებამ მორიგჯერზე გააყალბა არჩევნები. არ ექნება ამაზე მსჯელობას აზრი, იმიტომ რომ ვერც ერთი დამკვირვებელი და ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ წარმოადგენს გადაღებულ ფოტოს თუნდაც, გადაღებულ ვიდეოს, სადაც მაგალითად ასახული იქნება, როგორი მარკირებული თითებით იყო შემოსული ამომრჩეველი, ან როგორ იყო ამორჩეველი შემოსული სხვა ადამიანის პირადობის მოწმობით, ან როგორ იყო შემოსული ადამიანი პასპორტში ჩადებული ფურცლით. ყველა ეს მტკიცებულება, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე შეიქმნა და არსებობს და ჩვენ ხელთაა და საზოგადოებამ ყველა მიხილა, სწორედ იმიტომ, რომ შეიძლებოდა ვერიფიკაციის აპარატებზე
პირადობის მოწმობებზე, ამომრჩევლის, ასევე ხელების, მისი ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებების შექმნა. ახლა ეს ყველაფერი არის აკრძალული და როგორ წარმოუდგენიათ მაგალითად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მტკიცებულებების შექმნის პერსპექტივა, იმიტომ რომ აღარც ამორჩევლის გაჩერების შესაძლებლობაა დაშვებული აი ამ 22 და 23 დადგენილებების საფუძველზე და არც მისი სახის, ან მისი ქმედებების გადაღება, ან მისი პირადობის მოწმობის შემოწმება საერთოდ ვერ შეეხება ვერც ერთი წარმომადგენელი და დამკვირვებელი აი ამ დადგენილებების საფუძველზე ამორჩეველს, მის დოკუმენტაციას, მის თითებს ვერ გადაიღებს და ვერ დააფიქსირებს ამ დარღვევას, მით უმეტეს რეგისტრატორების უკან ვერ დადგება და ვერ დაიწყებს თუნდაც ვერიფიკაციის აპარატი, როდესაც სიგნალს გამოსცემს. ხო, თქვენ იცით, რომ თუ კი ამორჩეველმა უკვე მისცა ხმა, მაგალითად წესით ნორმალურად კონფიგურირებულ ვერიფიკაციის აპარატმა უნდა ხმოვანი სიგნალი გამოსცეს. ანუ ამ სიგნალს რომ გამოსცემს, ამისი გადაღების საშუალებაც კი არ ექნება. ან და მის ეკრანზე რო ამოვა მაგალითად ფერადი სიგნალი, ანუ გაფერადებული ეკრანი, რომ ეს ადამიანი უკვე სხვა სიაშია, ან უკვე სადღაცას მიიღო მონაწილეობა, ამის ფოტოს ვერ გადაიღებს. და ანუ რა გამოდის, თუ კი არ იქნება მტკიცებულება არც ფოტო და არც ვიდეო, რომ აი ვერიფიკაციის აპარატმა კი დააფიქსირა, მაგრამ ამ რეგისტრატორმა მაინც გასცა ამ ამორჩეველზე მაგალითად ბიულეტენი, ანუ რაც არის დარღვევა, ხო? ანუ კრიმინალია, დანაშაულია ჩვეულებრივი გაყალბებაა, ხო, არჩევნების. ამისი არც ერთი მტკიცებულება არ იქნება, ვერ შეიქმნება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ მონაწილეობთ არჩევნებში და თუ ვაკვირდებით არჩევნებს, აი ეს ორი დადგენილება უნდა იყოს აბსოლუტურად გაუქმებული და იმავე მოცულობით უნდა აღსდგეს სადამკვირვებლო ინსტიტუტი, როგორც იყო მანამდე, ანუ 2024 წლის არჩევნების წინ მდგომარეობით. და ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნება. თუ გაქვთ ამ სლაიდთან დაკავშირებით მოსაზრებები, შეგიძლიათ რომ ჩაერთოთ და ბრძანოთ. თუ არა, მაშინ ჩვენ გავაგრძელოთ. შემდეგი თემა ეს არის ელექტრონული აპარატები, ხმისმთვლელი აპარატები, ანუ ეგრეთ წოდებული პიკოსები, მოკლედ რო ვთქვათ. ხმისმთვლელ აპარატებთან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ ყველამ კარგად ნათლად ვიხილეთ, თუ როგორ მოხდა ბიულეტენების გაჟონვა იმ მარკერის ზემოქმედებით, რაც გამოყენებული იყო და ასევე როგორ სისტემურად და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ფართო მასშტაბიან დარღვევას ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად ყველგან, სადაც კი ელექტრონული საშუალებებით ხდებოდა ხმის მიცემა, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აი ეს ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. და შესაბამისად, ამისი საწინააღმდეგო მექანიზმი არც საუბნო საარჩევნო კომისიებმა, არც საოლქო საარჩევნო კომისიებმა, არც ცესკომ და არც სასამართლოებმა არ ამოქმედეს და გულისხმობ რას? თვითონ არჩევნების დღეს კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად დილიდანვე იწერებოდა საჩივრები ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით და მარკერის გაჟონვასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთი ეს საკითხი არ იქნა მოგვარებული და ობიექტურად რო ვიმშეოთ, ვერც იქნებოდა მოგვარებული, იმიტომ რომ საუბნო საარჩევნო კომისიას არ გააჩნდა არანაირი სათადარიგო მარკერები, ან არანაირი სათადარიგო ბიულეტენები, რომლებიც ან უფრო სქელ ქაღალდზე იქნებოდა, ან უკეთესი ქაღალდზე იქნებოდა დაბეჭდილი, ხო? შესაბამისად, საუბნო კომისია რო ვერ ირეაგირებდა, ეს გასაგებია. იგივე გააგრძელეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა, იმიტომ რომ დავების პროცესში არც ერთ საოლქო საარჩევნო კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ უიხო აი რაღაც დაირღვა. ყოველ შემთხვევაში გაჟონილი არჩევანი არ უნდა გამოჩენილიყო ბიულეტენის მეორე მხარეს. აღნიშნული საწინააღმდეგოდ ცესკომაც, ოლქებმაც და შემდეგ უკვე სასამართლოებმაც მთლიანად ამომრჩეველს გადააბრალეს თავისი გადაწყვეტილებებით, რომ
ამომრჩევლის ბრალი იყო თურმე 2024 წლის არჩევნებზე, რომ მათ ვერ დაფარეს თავისი გაჟონილი ბიულეტენები. აი, ესეთი ცინიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ესეთ პარადოქსალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით პრინციპში, იმიტომ რომ დღესდღეობით დამდგარი სასამართლო გადაწყვეტილებები და საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები ერთხმად აცხადებს, რომ მათი ბრალი კი არ ყოფილა ფარულობის უზრუნველყოფა, არამედ თურმე ამომრჩეველი უნდა ყველანაირად გადაფარებოდა აი ამ გაჟონილ საარჩევნო ბიულეტენს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მართალია 2024-ის არჩევნების შემდეგ CESCOM ცხადია და არ აღიარა, რომ ეს მათი ბრალი იყო, იმიტომ რომ კონსტიტუცია სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციას, ანუ სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს კენჭისყრის ფარულობა, ხმისმიცემის ფარულობა, ცხადია, რომ ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ რაც ახლა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა უკვე მუნიციპალური არჩევნების წინა პერიოდში იყო ის, რომ 29 აპრილს 2025 წლის, ანუ ამ წლის 29 აპრილს გამოსცა დადგენილება ნომერი 31, რითიც დაადგინა სავალდებულოდ, რომ აი ამ ხმისმთვლელ აპარატზე და დაემატებინათ ჭრილის დამატებითი საფარი. ანუ ისეთი საფარი დაახლოებით A4 ფორმატის ზომის საფარია, რომელიც ფარავს დამატებით აი ამ ხმისმთვლელი აპარატის ჭრილს, ვითომ და აი ამ შეცურების პერიოდში, რომ უფრო მეტად დაცული იყოს არჩევანი. ეს ერთი მხრივ წარმოადგენს CESCOM-ის მიერ აღიარებას, რომ ესე იგი 2024 წლის არჩევნებზე ეს ჭრილი, რადგანაც დაცული არ იყო, ესე იგი ძალიან კარგად ჩანდა გაკეთებული არჩევანი. ეს ერთი მხრივ აღიარებაა, თუმცა ცხადია, რომ აღარაფერი აღარ ეშველება იმ სასამართლო პროცესებს და CESCOM-ის იმ გადაწყვეტილებებს, რაც მან 2024-ში მიიღო, მაგრამ მეორეს მხრივ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს დამატებითი საფარი ჭრილის არანაირ გარანტიას კვლავ არ იძლევა, რომ ფარულობა იქნება დაცული. განსაკუთრებით ფარულობა ისევ არ იქნება დაცული, თუ კი მარკერი ისევ გაჟონავს და კიდევ დამატებით ფარულობა არ იქნება დაცული, თუ კი ისევ აპარატში შეცურებული ბიულეტენი უკან გამობრუნდება. აი სწორედ შარშანდელი სასამართლო განხილვებისასაც თავარი საკითხი იყო ეს, იცავდა თუ არა ფარულობას აპარატიდან უკან გამობრუნების შემთხვევაში და თქვენ იცით, რომ ბევრ ამომრჩეველს შეემთხვა ეს დღის მანძილზე, როდესაც ის შეაცურებდა ამ ბიულეტენს კონვერტით, ჩარჩო კონვერტით დაფარულ ბიულეტენს, რამდენიმე წამში ეს აპარატი კი არ იღებდა, არამედ უკან აცურებდა, ანუ უბრუნებდა ამ საარჩევნო ბიულეტენს. ამ დროს უკან გამოცურების შემთხვევაში ცხადია, რომ უკვე სპეციალური ჩარჩო კონვერტი აღარ იცავს, აღარ იფარავს ამ საარჩევნო ბიულეტენს და ცხადია, რომ გაკეთებული არჩევანი სრულად გამჟღავნდება. როგორც ეს რისკი იყო შარშან, ეს რისკი ასევე არსებობს დღესაც. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ CESCOM მიიღო ეს 31 დადგენილება, ეგ არანაირად არ ფარავს, უпростоად არ ფარავს ამ რისკს, რომ დაიფარავს გაკეთებულ არჩევანს, ანუ თუ კი მარკერი ისევ გაჟონავს, ისევ გამჟღავდება არჩევანი და თუ კი უკან გამოაბრუნებს პიკოსი, ისევ გამჟღავდება არჩევანი. ამიტომ არანაირი გარანტია კონსტიტუციის ამ პრინციპის, ფარულობის პრინციპის დაცვისა არ არსებობს დღეს არსებული უკვე სისტემით. გარდა ამისა, პრობლემა არის ის, რომ ზოგადად აღარ არსებობს საზოგადოებაში ეს ფსიქოლოგიური ბარიერი გაჩნდა, ხო, უკვე ხალხი აღარ ენდობა ამ აპარატებს, იმიტომ რომ შარშან საზოგადოებამ წინსწრებად ესეთი ნდობა გამოუცხადა ამ CESCOM-ის კამპანიასაც და ნუ შემდეგ ყველა პარტიის მიერ იქნა თითქმის მხარდაჭერილი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომ ეს აპარატები წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, კარგი არჩევნების წინაპირობას, მაგრამ ეს ნდობის ვოტუმი, რომელიც შარშან ესე წინსწრებად და უპირობოდ გადასცა საზოგადოებამ, შემდეგ მთელი საზოგადოება გაწმილებული და ფრუსტრირებული დარჩა სწორედ იმ გაყალბების არნახული მასშტაბის გამო და მასში აი ამ ელექტრონული აპარატების მონაწილეობის გამო.
შესაბამისად, ეს ნდობა ეხლა არ არის აღდგენილი კვლავ და კიდევ ერთი დიდი რისკი არსებობს, რაზეც მინდა რომ ასევე ხაზი გავუსვათ, აა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ქონია დაშვება აი ამ აპარატების შესყიდვის ან მათი კონფიგურაციის განსაზღვრის ან სატენდერო კომისიაში მონაწილეობის პროცესში და მით უმეტეს ამ აპარატების აუდიტის პროცესში. არც აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესში, არც იმაში, რომ რა კითხვები უნდა დასმულიყო აი ამ აუდიტორული კომპანიისათვის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეჭვები, რომლებიც დაიბადა გაყალბების არნახული მასშტაბის ხილვის გამო, დღესაც არ არის მოხსნილი და ვერც იქნება მოხსნილი, იმიტომ რომ მოგიხსენებათ, საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ 2024-ში მთელი ყველა ეს აპარატი იქნა დალუქული, გადატანილი საქართველოს პროკურატურის ფლობელობაში, ასე ვთქვათ, რაღაც შემდგომი გამოძიების წარმოების კუთხით, თუმცა როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ არანაირი გამოძიების შედეგი ან არანაირი ექსპერტული დასკვნა ამ აპარატებთან დაკავშირებით არ გვინახავს. სასამართლოებმა კი შეგახსენებთ, რომ უარი განაცხადეს, მხოლოდ ორადორი სასამართლო ჩატარდა, ერთი თეთრი წყაროს რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც გაბედა და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე და დაადგინა, რომ პიკოში შეცურების დროს დიახ ნამდვილად ირღვეოდა ფარულობა და გაჟონილი ბიულეტენი ჩანდა, მაგრამ ორ დღეში ეს გადაწყვეტილება უკვე იყო გაუქმებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც სრულიად არნახული, უფრო საცირკო სანახაობის მსგავსი სასამართლო ექსპერიმენტი ჩაატარა, როდესაც მიუხედავად მხარეების მოთხოვნისა, რომ ობიექტური კრიტერიუმებით მომხდარიყო ეს სასამართლო ექსპერტიზა, ანუ ექსპერიმენტი, ხო? და მასში მონაწილეობა მიიღო უბრალოდ რიგით ამორჩევლოს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ექნებოდა პიკოსთან ურთიერთობის და ამ ბიულეტენის შეცურების, ასე კი არ მოხდა. არამედ სააპელაციო სასამართლომ ეს ექსპერიმენტი ჩაატარებინა ცესკოს სატრენინგო ცენტრის თანამშრომლებს. ახლა წარმოიდგინეთ, ყველაზე მაღალკვალიფიციური ვინც კი არის აი ამ აპარატებში, მის გამოყენებაში და ის აქეთ ასწავლიდა საუბნოს და საოლქო საარჩევნო კომისიებს თუ როგორ უნდა მომხდარიყო აპარატებთან მუშაობა და მისი გამოყენება, ამ წარმომადგენლებმა ჩაატარეს აი ეს შეცურების მომენტი და სასამართლოსაც, სააპელაციო სასამართლოს მიზანიც ეს იყო, რომ მას გაეუქმებინა თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიეღო ახალი გადაწყვეტილება, სადაც იტყოდა, რომ არა პროცესი და აპარატები კი და ცესკო კი არ არღვევდა ფარულობას, არამედ თვითონ ამ მომრჩეველმა ვერ მოახერხა გადაფარება საკმარისად აი ამ ბიულეტენზე. და ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა სასამართლო სისტემამ სამწუხაროდ. ამდენად არსებობს დღესაც პასუხგაუცემელი ძალიან ბევრი შეკითხვა და ძალიან საფუძვლიანი ეჭვები და ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ეს ხმის მთვლელი აპარატები აღჭურვილია, მას აქვს ეს ეკრანი, სადაც ყოველია ბიულეტენის შეცურების შემდეგ იწერება მესიჯი, რომ თქვენი ხმა მიღებულია, არის ასევე საათის აღნიშნული ნიშნული აი ამ ეკრანზე და ასევე, როდესაც ქვითრები იბეჭდება ამ აპარატიდან, მასზეც წუთის და წამის სიზუსტით არის მითითებული ამ ქვითრის დაბეჭდვის დრო. შესაბამისად, არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს აპარატები თავის მეხსიერებაში იმახსოვრებენ თანამიმდევრობას, თუ რომელი ბიულეტენი რომელ წუთზე იყო შეცურებული, შესაბამისად არის შანსი იმისა, რომ იქნება ეს ჰაკერული შეტევა თუ ამ სისტემებში უკანონო სხვა ტიპის შეღწევა ვიღაცას და ამ შემთხვევაში მმართველ პარტიას აქვს სრული წვდომა აი ამ შედეგებზე მთელი კენჭისყრის პერიოდში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ არ მომხდარა არანაირი ცენტრალიზებული პასუხის გაცემა არც საარჩევნო ადმინისტრაციიდან, არც აუდიტორული კომპანიიდან და არც საქართველოს პროკურატურიდან, რომელიც ამ ეჭვებს გააბათილებდა, ან რამე საწინააღმდეგო არგუმენტს მოიყვანდა. შესაბამისად, რადგან არ არის გაბათილების არგუმენტი,
მომენტი საზოგადოებას გვაქვს უფლება რომ გვჯეროდეს სწორედ აი ამ წანამძღვრებზე დაყრდნობით, რომ ის ასკანირებს, ინახავს მეხსიერებაში, რომ მას აქვს უნარი რომ ზუსტად დრომიაბას ასე ვთქვათ შეცურების მომენტს აღრიცხოს, რაც კომბინაციაში იმასთან, რომ ქართულ ოცნებას ყველა უბანზე დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეო კამერები და ისინი იღებდნენ ამომრჩევლებს, რომელიც ასევე არსებობს ეჭირო ლაივ რეჟიმში გადასცემდა მონაცემებს, შესაბამისად ძალიან მარტივია აი ამ დღეს არსებული სისტემით ზუსტად გამოთვალოს მმართველმა პარტიამ რომელმა ამომრჩეველმა რა არჩევანი გააკეთა. ანუ რომელ წუთზე მივიდა ეს კონკრეტული ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, რომელ წუთზე შეცურდა ეს ბიულეტენი და რა არჩევანი იყო ზედ გაკეთებული. იმიტომ რომ ლაივ კამერების, ან უბრალოდ კამერების მონაცემების კომბინაციით, აი ამ პიკოსის მიერ სკანირებულ მონაცემებთან, უკვე შეცურებული ბიულეტენების სკანირების შემდეგ, სრულიად რეალურია, რომ არსებობდეს ეს შესაძლებლობა. ამდენად ჩვენი მოთხოვნა არის აი ამ ყველა რისკის, ყველა ეჭვის ასე ვთქვათ, გამოსარიცხად სამომავლოდ და მით უმეტეს ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდეს გამიჯვნა აი ამ პროცესის. ანუ ცალკე იყოს ხმის მიცემის პროცესი, როდესაც ამომრჩეველი შედის სრულიად დაფარულ საარჩევნო კაბინაში, მას ვერავინ ვერ ხედავს, ის აკეთებს არჩევანს, ჩადებს ამ თავის გაფერადებულ ბიულეტენს აბსოლუტურად დახურული ფორმის კონვერტში და არა ისეთ ღია საქაღალდეში და ღია ჩარჩო კონვერტში, რომელიც გამოყენებული იყო აქამდე წინა საპარლამენტო არჩევნებზე და უკვე ეს მთლიანად დაფარულ კონვერტში ჩადებული ხმა მოათავსოს საარჩევნო ყუთში. არა ხმის მთვლელ აპარატში, არამედ საარჩევნო ყუთში, ანუ რომ გამოირიცხოს ეს შეცურების მომენტი და შეცურების მომენტის მიხედვით ამომრჩევლის დამახსოვრების მომენტი, ანუ და იდენტიფიცირების. იმიტომ რომ ჩვენ ამიტომ არის რომ ამ პაკეტით ვითხოვთ ერთის მხრივ საარჩევნო კაბინების დახურვას, რომ არ ჩანდეს ამომრჩეველი, მეორეს მხრივ ვითხოვთ, რომ ფიქსირებული ვიდეო კამერები აიკრძალოს, რომ ქართულ ოცნებას აღარ ქონდეს შესაძლებლობა, არც ქართულ ოცნებას და არც ერთ სხვა საარჩევნო სუბიექტს, აღარ ქონდეს შესაძლებლობა, რომ ფიქსირებულად დაამონტაჟოს ეს კამერები და თანამიმდევრობა მთლიანად ჩანდეს, რომელი ამომრჩეველი როდის აძლევს ხმას. და მესამე, რომ გაიხლიჩოს აი ეს კონვერტში ჩადებული და ყუთში ჩაგდებული ხმა მისი ხმის მთვლელ აპარატში შეცურებისაგან. ასე გავყოფთ და როგორ გითხრათ, მოვსპობთ რისკს, რომ მოწყვლადი იქნება ეს ამომრჩეველი თუ არა მოწყვლადი ჩვეულებრივი ამომრჩეველი, ხო, რომელსაც ემუქრებიან ან რომელსაც არ ემუქრებიან, ის სრულებით თავდაჯერებული იყოს, რომ მის ხმას ნამდვილად ვერავინ ვერ გაიგებს ვერასდროს და მე ესე ცინიკურად გადაწყვეტილებებს არ მიიღებს ასევე მიტაცებული სასამართლო, რომ შენ უნდა გადაფარებოდიო ამ შენს გაჟონილ ბიულეტენსო. აი ახლა ამ სისტემით, რასაც ჩვენ გთავაზობთ, არანაირი საჭიროება რამეზე გადაფარების, რაღაცა კონვერტის ზემოთ აწევის და ისე შეცურების, რომელიც სრულიად ცინიკურად ასევე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აი რატომღაც უცებ ზემოთ უნდა აწიოს კონვერტი, რომ დაფარო შეცურების დროს შენი ხმა. ანუ არ არის ეს სამართლიანობასთან და ობიექტურობასთან არანაირ კავშირში და შესაბამისად აი ამ რისკის გამოსარიცხად ვითხოვთ ზუსტად აღნიშნული პროცესის ცესკოს დადგენილებით იმდაგვარად დარეგულირებას, რომ ადამიანი თავის ხმას დაფარული კონვერტით აგდებდეს ჯერ საარჩევნო ყუთში, ხოლო შემდეგ, როცა 8 საათის მერე დასრულდება მთლიანად ეს კენჭისყრის პროცესი, უკვე თვითონ კომისიის აი ამ თვლელებმა, დამკვირვებლებმა და პარტიების წარმომადგენლების უშუალო ზედამხედველობით მოხდეს საარჩევნო აი ამ ხმის მთვლელ აპარატში შეცურება. აქვე არის მნიშვნელოვანი ხაზი გაუსვათ ერთ გარემოებას, რომ ხმის მთვლელ აპარატში შეცურება და კენჭისყრა არ არის ერთი და იგივე. იმიტომ რომ აი არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ თვითონ ამომრჩეველმა უნდა შეაცუროს ხმის მთელ აპარატში. ამისი არანაირი აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ხმის
მიცემა არის ბიულეტენის შემოხაზვა და მისი მოთავსება საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ყუთში, როდესაც მოთავსდება სრულიად დაფარულ კონვერტში ეს ხმა, აი ეს არის ხმის მიცემა. თორე შემდეგ ხმების დათვლა მოხდება პიკოს აპარატებით თუ სხვა ტიპის აპარატებით, თუ მოხდება ხელით, ეს უკვე ხმის დათვლაა და არა ხმის მიცემა. ამიტომ არანაირი რისკი იმაში და არანაირი კანონმდებლობის დარღვევა, ან არანაირი საარჩევნო უფლების დარღვევა იმაში, რომ ადამიანმა ჯერ ყუთში მოათავსოს და როდესაც 20 საათზე დასრულდება ეს კენჭისყრის პროცესი, მერე კომისიამ დათვალოს, ანუ ამით არჩევნებს არაფერი არ აკლდება და არც საარჩევნო უფლებას არ აკლდება არაფერი, იმიტომ რომ მაგალითად ჩემთვის როგორც ამორჩევლისთვის გაცილებით ღირებულია, რომ ზუსტად ვიცოდე, რომ ჩემი არჩევანი არავინ არ დაინახა და ზუსტად ვიცოდე, რომ ჩემ არჩევანს სამართლიანად დათვლიან და ჩემს ხმას სხვას არ მიაკუთვნებენ, ხო? ეს არის აქ მნიშვნელოვანი და არა ის, ჩემი ხმა ხელით დაითვლება თუ პიკოსით დაითვლება. ამიტომ აი ეს განსხვავებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად გავაანალიზოთ და დროულად დავინახოთ და დროულად მოხდეს ეს დემარკაცია, ანუ სად მთავრდება კენჭისყრის ფარულობა და სად იწყება ხმების დათვლა. ანუ ორი აბსოლუტურად განსხვავებული პროცესია და შესაბამისად ჩვენ ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ აი ამ ახალი პროცედურის დანერგვაში, მით უმეტეს რომ ის პირიქით საზოგადოებაში აამაღლებს ნდობას ამ პროცესისადმი და ამ ადამიანებს გაუჩენს ნდობას, რომ მისი ხმა დაცულია, ნამდვილად ფარულია და რომ манипуляცია არ მოხდება და არ მოხდება იმის გამოთვლა, ვის მისცა ხმა ამორჩეველმა. არადა დღეს არსებული კონფიგურაციით, მით უმეტეს ფიქსირებული კამერების ფონზე, ხო? ეს გარანტია ამორჩეველს არ აქვს და ეს გარანტია რომ ამორჩეველს არ აქვს, შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერ სოფელში, რაიონში, რეგიონში, თუ პატარა თუ დიდ დასახლებებში მყოფ ამორჩევლებს, თუ როგორ განიცადეს მათ, როდესაც დაინახეს, რომ 8 საათსა და 2 წუთზე მათი ბიულეტენი იყო გაჟონილი. და როდესაც ისინი აცურებდნენ ამ გაჟონილ ბიულეტენებს ამ პიკოსში, ხო, ხმის მთელ აპარატში, როგორ დაყურებდა მათ ქართული ოცნებიდან დანიშნული კომისიის წევრი, ანუ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამ შემთხვევაში და როგორ თვლიდნენ ისინი და ხედავდნენ აი ამ შეცურებულ ბიულეტენებზე რა იყო გაჟონილი და ბოლო 51 ნომერი იყო თუ არა გაფერადებული. აი კითხეთ ნებისმიერ ასეთ ამორჩეველს და გეტყვით ექნება თუ არა მისთვის მნიშვნელობა, რომ მისი ხმა იყოს აბსოლუტურად დაფარული და რა ურჩევნია აი ამ პიკოს ეთამაშოს და მისი ბიულეტენი შეაცუროს, ანუ ამ პროცესით მიიღოს სიამოვნება, თუ პირიქით აბსოლუტურად დახურულ კაბინაში, აბსოლუტურად დახურულ კონვერტში მოათავსოს თავისი ბიულეტენი და ისე ჩააგდოს საარჩევნო ყუთში. აი გამოვიკითხოთ და ვნახავთ, რას გვიპასუხებენ ეს ამორჩევლებით. ჩემთვის ამაზე კითხვის ნიშანიც კი არ არსებობს. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ რა ღირებულებას ვიცავთ, რა ღირებულების სანაცვლოდ ამაზე დავფიქრდეთ უფრო მეტად, ვიდრე ის, რომ არა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიკოსში შეაცუროს ვიღაცამ თავისი ხმა. არ არის ეს საერთოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პიკოსი არის არა ხმის მიცემის აპარატი, არამედ ეს არის ხმის დათვლის აპარატი, ამიტომ აბსოლუტურად სხვა დანიშნულება აქვს მას და ამაზე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული. და ყველაზე მთავარი ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ პიკოს აპარატები, ისევე როგორც ვერიფიკაციის აპარატები დაექვემდებაროს ობიექტურ აუდიტს და ეს აუდიტის საბჭო, რომელსაც ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ შეიქმნას, აუდიტის საბჭომ მოიწვიოს ეს IT სპეციალისტები, სხვადასხვა ჯგუფები, წარმომადგენლები ორგანიზაციების და მოკლედ ყველა ამ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს მასში მონაწილეობის და ექსპერტიზაში მონაწილეობის უფლება. თუ არ არის აი ამ საკითხთან კომენტარები, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ თუ არა და ჩაერთეთ, გამაწყვეტინეთ ნებისმიერ დროს. შემდეგი საკითხი ასევე ეხება გადათვლას, ბიულეტენების ხელით გადათვლას და თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი სისტემით, აი ამ ხმის მთელ აპარატში რომ შეცურდება
ის ხმა კი არ არის უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე და საბოლოო შედეგი. არამედ უნდა მოხდეს შემდგომ უკვე ამ ბიულეტენების ხელით გადათვლა. ანუ დღეს არსებული სისტემა გვაქვს უკვე ასეთი, რომ თუ ხელით გადათვლა არ მოხდა, მაშინ ეს შედეგი, რაც პიკოსებიდან არის ამობეჭდილი, არ არის საბოლოო შედეგი. და შესაბამისად ეს წინა გადაწყვეტა, რომელსაც გთავაზობთ, რომ გაიყოს კენჭისყრა და გაიყოს ხმების დათვლა ერთმანეთისგან და ეს არ მოხდეს ესე ერთობლივად დღის მანძილზე, სრულიად ლეგიტიმური არის, ანუ ის არ საჭიროებს არანაირ, ასე ვთქვათ, დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს. თვითონ ხმის დათვლის პროცესიც მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ იქნა გამოყენებული 2024 წლის არჩევნებზე, გულისხმობ იმას, რომ თუ კი ისინი ხედავდნენ გაბათილებულ ბიულეტენებს, ანუ პიკოსის მიერ გაბათილებულ ბიულეტენებს, იმის გამო რომ მაგალითად არ ირკვეოდა ვისთვის იყო ხმა მიცემული, ან გაფერადებული იყო მაგალითად ორი წრე საარჩევნო სუბიექტების წინ, ხელით გადათვლის დროს ეს ხმა ყოველთვის წყდებოდა უმეტესწილად წყდებოდა ქართული ოცნების სასარგებლოდ და ამაზეც არაერთი საჩივარი, არაერთი განსხვავებული აზრია დაწერილი კომისიის წევრების მიერ და წარდგენილი იყო კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესში. თუმცა ამასთან ერთად საყურადღებოა, რომ გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებითაც იყო ეს კომბინაციაში პრობლემები, იმიტომ რომ ხშირად კომისიებს რატომღაც ამ არჩევნებზე ძალიან გულმავი წყები აღმოჩნდნენ ეს საარჩევნო კომისიები და მათ ავიწყდებოდათ დროულად გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოსული ბიულეტენების შეცურება. უკაცრავად, ძირითად საარჩევნო ყუთში და შემდეგ ისე გადათვლა. ამიტომ ამ პრობლემების გამოსარიცხად აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ცესკოს დადგენილებით განისაზღვროს ბიულეტენების ხელით გადათვლის პროცესის სავალდებულო პროცედურები და ნამდვილად მიჩნევის კრიტერიუმები, რომ არ იყოს ესეთი დისკრეცია ცხადია ბრჭყალებში, იმიტომ რომ დისკრეცია მაშინ არის ადმინისტრაციული ორგანოსი, როდესაც ის კანონის მიერ შესაძლებლობებს ეყრდნობა, ხო? და არა რაღაცა თვითმოფიქრებულ და თვითგამოცხადებულ კრიტერიუმებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს დადგენილებით წინასწარ ყველასთვის სავალდებულოდ განისაზღვროს ეს კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში უნდა მიჩნეული იქნეს რომელიმე მაგალითად გაბათილებული ბიულეტენი ნამდვილად, ან ისეთი ბიულეტენი, საიდანაც ვერ არკვევის მისცეს ხმა, ანუ რა კრიტერიუმით უნდა მიკუთვნება რომელიმე. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. შემდეგი მოთხოვნა არის, რომ საეჭვო ბიულეტენები იქნეს მარკირებული და ცალკე პაკეტად შეკრული და სწორედ ცესკოს დადგენილებით დამტკიცებულ შედეგების შემაჯამებელ ოქმში ასევე დაემატოს ცალკე გრაფები საეჭვო ბიულეტენების აღსაღრიცხვად. და როგორც ეს ჩვენ გუშინ ვახსენეთ, აი ეს შემაჯამებელი ოქმისთვის ახალი გრაფების დამატება სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რომ ვერ მოხდა ჯვარედინად გადამოწმება. ანუ დღეს არსებული სისტემით სულ რამდენიმე მონაცემი შედის შემაჯამებელ ოქმში და ისინი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ნამდვილად ობიექტური და გადამოწმებული შედეგი დადგეს და ყველა ენდოს აი ამ გადამოწმებულ შედეგს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ მათ შორის საეჭვო ბიულეტენები უნდა გაჩნდეს ესე ცალკე გრაფად და დაემატოს ამ შემაჯამებელ ოქმს. ასევე ყველა ბიულეტენი უნდა იყოს გაციფრულებული და გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე. ასევე მოთხოვნაა, რომ ყველა უბანზე სავალდებულო გახდეს კენჭისყრის პროცედურის დასრულებისა და უბნის დახურვის მომენტიდან ხმის დათვლის პროცესის უკვე ფიქსირებული აუდიო-ვიდეო კამერებით უწყვეტი გადაღება და განსაკუთრებით ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანი, ანუ ხმის მიცემის პროცესი კი არ იყოს გადაღებული, ანუ დილის 8-დან საღამოს 20 საათამდე, არამედ ხმის დათვლის, იმიტომ რომ მით უმეტეს იმ შემოთავაზებულ
წინადადებაში, რაზეც წეღამ საუბრობდით, რომ გაიყოს ეს ხმის მიცემის და ხმის დათვლის პროცესი, ანუ პრიკოსში შეცურების პროცესი, მნიშვნელოვანია, რომ აი პრიკოსში შეცურების პროცესი იყოს ძალიან ახლოს დაკვირვებული და ჩაწერილი ამ ვიდეო ფირებზე კამერით, იმიტომ რომ არ იყოს არანაირი ეჭვი, არ დარჩეს უпростоრად არანაირი ეჭვი და არ წარმოიქმნას არანაირი ეჭვი, რომ აი ეს მთვლელები სწორად ითვლიდნენ თუ არა, ან სწორად ასურებდნენ თუ არა აი ამ ბიულეტენებს და მერე როგორ ხდებოდა ამისი გადათვლა ხელით. ანუ აი ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს დოკუმენტირებული აბსოლუტურად. ნუ ამ შემთხვევაში დოკუმენტური გულისხმობთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების უწყვეტობას და ანუ ამის შენახვას როგორც მთავარი მტკიცებულების. ასევე არა მხოლოდ ჩაწერა, არამედ აი Google Drive-ში მოხდეს აი ამ ჩანაწერების ატვირთვა და მათზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს გარანტირებული ყველა მხარისათვის იმ მიზნით, რომ თუ კი წარმოიქმნა რაღაც დავა საზოგადოებაში ან რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა ან სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გაასაჩივრა, შექმნილი იყოს აი ეს სანდო მტკიცებულებები, ხო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები. აუდიო აქ გადამწყვეტია, იმიტომ რომ არა მხოლოდ გამოსახულება უნდა ჩანდეს, არამედ უნდა ისმოდეს კიდეც გარკვევით, თუ თვლელები, როდესაც აცხადებენ, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის არის ხმა მიცემული, აი ეს ჩანაწერი უნდა დარჩეს ვიდეო მტკიცებულებად, თავისი აუდიო ჩანაწერის სახით, ცხადია. და ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობების გამკაცრებაც უნდა მოხდეს ცესკოს დადგენილებით და სადაც მოხდება აი ეს დარღვევა, იქნება ეს გადასატან საარჩევნო ყუთთან თუ ხმის დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით, ანუ მოხდეს მათი ნამდვილად დაუყოვნებლივ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, 2024 წლის არჩევნებზე თუ რამდენი საჩივარი დაიწერა სადამკვირვებლო ორგანიზაციების და პოლიტიკური სუბიექტების მიერ კომისიის წევრებისათვის და თავმჯდომარეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, დღემდე არ არის განხილული ეს საჩივრები. ანუ საჩივრები წარდგენილია არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ საქართველოს პროკურატურაშიც, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს რაიმე რეაგირება ან შედეგი, რომ აი ამ ადამიანებს ნამდვილად მისცეს ან საყვედური, ან გაფრთხილება, ან რაიმე ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს. ასე რომ ეს პრაქტიკა შეუძლებელია, რომ გაგრძელდეს და შესაბამისად ცესკოს დადგენილებით უნდა განისაზღვროს სწორედ ეს სანქციებიც, დამატებით. არის გადამწყვეტი. შემდეგი ეს არის კენჭისყრის შედეგების შეჯამება საარჩევნო უბანში და როგორც იცით, როგორი პრაქტიკაც ქონდა ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე, იყო რომ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა დგინდებოდა ხმის დათვლის აპარატებიდან, აი ამ პიკოს აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესაბამისად. ესე იგი, ყუთში რამდენი ბიულეტენიც მოთავსდა, ამ მონაცემების შედეგად დგინდებოდა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა. ნახეთ, რატომ უსამ ამას ხაზს, იმიტომ რომ სინამდვილეში, თუ კი ჩვენ გვინდა, რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და სამართლიანი და მას ენდობოდეს ყველა, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობის აღრიცხვას ახორციელებს არა პიკოს აპარატი, არამედ ვერიფიკაციის აპარატი. ანუ ამომრჩეველი, როდესაც მოდის უბანზე, ის მაშინ აღირიცხება. ანუ მომსვლელი ამომრჩევლის რიცხვი უნდა დადგინდეს მხოლოდ და მხოლოდ ვერიფიკაციის აპარატიდან. და ეს არ ხდება. ანუ ისე აქვს ცესკოს შემუშავებული პროცედურები, რომ 20 საათისთვის კი არ ითვლიან და მე ამ დათვლილს კი არ ასახავენ შედეგებში. არამედ ეს ითვლება, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ითვლება პიკოს აპარატების შედეგების მიხედვით. რაც არაფერ შუაში არ უნდა იყოს წესით, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ვენდოთ ამ შედეგებს. იმიტომ რომ თუ კი ხდება манипуляция, ანუ ხდება დამატებითი მაგალითად ბიულეტენების შეცურება, ხო? ან არასწორად ხდება
გადასატანის საარჩევნო ყუთის და ამოღებული ბიულეტენების შეცურება. ან ხდება მანიპულაცია მაგალითად გადასატან საარჩევნო ყუთთან. აი, გადასატან საარჩევნო ყუთში ჩააყრა მაგალითად ხო ზედმეტი ბიულეტენების და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი ტიპის მანიპულაცია, რაც შეიძლება დღის მანძილზე მოხდეს, ეს ცხადია, რომ აისახება პიკოსში, ხო? იმიტომ რომ შეაცურებენ მაგალითად დამატებით ბიულეტენს. და რა აზრი აქვს პიკოსიდან ამობეშდილით დათვლას არჩევნებში მონაწილეების, როდესაც ეს ასახავს აი ამ გაყალბებულ შედეგსაც, მიუხედავად იმისა, მანიპულაცია ამ ძირითად ყუთში მოხდა თუ გადასატანში, ეს ყველაფერი ხო ასახული იქნება პიკოსში, ხო, იმიტომ რომ იქ შეცურდება ბიულეტენი. მაშინ, როდესაც ამორჩეულთა რაოდენობა წესით, სადაც აღირიცხება, ანუ ვერიფიკაციის აპარატში, იქიდან უნდა დადგინდეს ეს რიცხვი. მაგრამ დღეს არსებული სისტემით, რაც CESCOM შეიმუშავა, ასე არ ხდება. და ხდება ზუსტად აი ამ ყველა მთელი მანიპულაციის შედეგის გათვალისწინებით. და შესაბამისად, CESCOM შექმნა სისტემა, როდესაც დამკვირვებლები იქნებიან თუ წარმომადგენლები, ვერც კი დაინახავენ ამ გაყალბებას და ამ მანიპულაციას. იმიტომ რომ პიკოსიდან ამოდის ეს რიცხვი. არა და პიკოსში უკვე არის გაყალბებული რიცხვი, ხო? იმიტომ რომ ყველა გაყალბება იქ აისახება. შესაბამისად, ეს არის მთლიანად შესაცვლელი. ასევე შესაძლებელია ის, რომ არა მხოლოდ ვერიფიკაციის აპარატიდან უნდა ამოიბეჭდოს ეს რიცხვი, ხო, არჩევნებში მონაწილეთა, არამედ ქვითრების გადამოწმებაც კი უნდა მოხდეს და ქვითრების გადათვლაც და სწორედ ჩვენ ამიტომაც ვაყენებთ ამ მოთხოვნას, რომ არა პიკოსიდან მოხდეს, არამედ ვერიფიკაციის აპარატიდან რიცხვის დადგენაც და თან გადამოწმება, ჯვარედინი გადამოწმება, აი ვერიფიკაციის აპარატებთან, რომ გაუმჭვირვალე პატარა ყუთები დგას, სადაც ამორჩევლის მიერ ხელმოწერილი ქვითარი ვარდება. ჯერ ეს რიცხვები უნდა იქნეს დადგენილი და დადარებული ერთმანეთზე და შემდეგ უნდა გადავიდეთ ხმის დათვლის შედეგებზე და ამათ შეპირისპირებაზე. და მხოლოდ აი ამ ჯვარედინი გადამოწმების შედეგად უნდა მოხდეს როგორც სადემონსტრაციო ოქმებში ამისი ასახვა, ასევე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებშიც და სწორედ ამიტომ ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ქვითრების რაოდენობასთან მოხდეს გადამოწმება და ვერიფიკაციიდან ამობეჭდილი შედეგების შედეგად მოხდეს ამ მონაცემის დადგენა. ასევე ტრადიციულ უბნებზე, იქ სადაც არ არის არც ვერიფიკაციის აპარატები და არც პიკოს აპარატები, იქ უკვე კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკვე მოხდეს სიაში ხელმოწერების გადათვლა, ეს ისედაც ხდება, მაგრამ მოხდეს სკანირება, სიის სკანირება და გამოკვრა, აი როგორც ჩვენ ვითხოვთ, რომ ვერიფიკაციის აპარატიდან ყოველ 2 საათში იყოს ამობეჭდილი ეს მოსული ამორჩევლების სია, ისე ასე ვთქვათ, საპირწონე პროცედურა ტრადიციულ უბნებზე იქნება უკვე სამაგიდე სიების სკანირება, ცხადია პირადი ნომრების დაფარვით, რათა არ მოხდეს აი ინფორმაციის გაჟონვა და ასე შეიქმნება მტკიცებულება უკვე ყველა სუბიექტის ხელში, რომ მოხდეს შედეგების გადამოწმება. აქ ჩვენ კიდევ შემოთავაზებული გვაქვს 2 ცვლილება, თუმცა გაწეთლებულია ტექსტი, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ეს კი არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ სამწუხაროდ საჭიროებს თვითონ საარჩევნო კოდექსის შეცვლას, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვითხოვთ, ასე ვთქვათ, ამის გათვალისწინებათ, უბრალოდ აღვნიშნავთ საზოგადოებისთვის, რომ სამომავლოდ ობიექტური არჩევნების და სამართლიანი არჩევნების მიღწევისათვის ეს ცვლილებაც მნიშვნელოვანი იქნება. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ უბნებზეც, ისევე როგორც ტექნოლოგიურ უბნებზე, მოხდეს ხმის დათვლის პროცესის აუდიო და ვიდეო ჩაწერა, როგორც ეს წეღან აღვნიშნე. რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტენს და კონვერტს, აქაც გვაქვს ჩვენ წინადადებები, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ წინა არჩევნებზე არც სისქე არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, არც მარკერის ხარისხი არ იყო ისეთი
არც ჩარჩო კონვერტი არ იყო შესაბამისი, ხო, ის ღია იყო და ჩანდა, მაინც ან ფარულობა ვერ უზრუნველყვეს. ამიტომ მნიშვნელოვანია და არც აუდიტის პროცესში არ მოხდა აი ამათი ურთიერთქმედება და საერთოდ აქვე აღნიშნავ აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება მიცოდეს რომ 20-24 წლის არჩევნებზე რომლითაც CESCO მანამდეც ამაყობდა რომ ეს ვერიფიკაციის აპარატები ექნება და ტექნოლოგიურად დაითვლიან ხმებს აუდიტის პროცესში არც არჩევნებამდე ჩატარებულ აუდიტის პროცესში და არც არჩევნების შემდეგ აუდიტის პროცესში აუდიტორებს კითხვაც კი არ გასჩენიათ, რა ზემოქმედებას მოახდენდა აი სპეციალური მარკერი იმ ტიპის ქაღალდზე, რაზეც ბიულეტენი იყო დაბეჭდილი. და ამისი გადამოწმება არ მომხდარა. ანუ ისე ჩაატარა CESCOM აუდიტის პროცესები, რომ ერთხელ შეკითხვაც კი არ დაუსვიათ აუდიტორებისთვის, რომ აი ამ კონკრეტული შესყიდული მარკერით, აი ამ კონკრეტული ქაღალდით, რომელიც შევისყიდეთ და რომელზეც დავბეჭდეთ ბიულეტენი, აბა ეს ორი რო ერთმანეთზე ზემოქმედებას მოახდენს, რა დაემართება ხმის ფარულობას, დაცული იქნება თუ არა კონსტიტუციით გარანტირებული ეს პრინციპი. არ მომხდარა ამისი აუდიტირება. მით უმეტეს, რომ არც არანაირი აქტი არ მიუღია CESCO-ს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ხელმისაწვდომი აქტი, რომელიც სპეციფიკაციებს დაადგენდა, იმიტომ რომ დავების განხილვის პროცესში იქნებოდა ეს ადმინისტრაციაში თუ შემდეგ სასამართლოში, მხარეები ითხოვდნენ ყოველთვის, რომ გვაჩვენეთ რა სამართლებრივი აქტით გაქვთ ეს ხარისხი განსაზღვრული. ეს ზეპირსიტყვიერად წევრებიც და კომისიის თავმჯდომარეც ამბობდა, რომ რაღაცა ამდენ გრამიანია, იმდენ გრამიანია, მაგრამ არავის არ უნახავს ეს დოკუმენტი, როდის იყო მიღებული, ან ასე საიდუმლო ვითარებაში რატომ იყო მიღებული, რომ ის გამოქვეყნებული არსად არ ყოფილა, ანუ არავინ არ იცოდა რა ტიპის ქაღალდზე, რა გრამაჟიან ქაღალდზე, რა ხარისხის ქაღალდზე იქნებოდა ეს ბიულეტენი დაბეჭდილი, ან რა ტიპის მარკერით იქნებოდა ეს გასაფერადებელი ეს წრეები, ხო? და შესაბამისად ბოლოს და ბოლოს დაცული იქნებოდა თუ არა ეს ხმის მიცემის ფარულობა. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ხარვეზი იყოს გამოსწორებული და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს იმ სისტემით, როდესაც ქაღალდის სისქეც, ხარისხიც, სპეციალური ჩარჩო კონვერტის ფორმაც და ზომებიც და მარკერის სპეციფიკაციებიც წინასწარ იქნება დადგენილი, წინასწარ იქნება გამოქვეყნებული, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ წინასწარ მოახდინონ აი ამ ექსპერიმენტების ჩატარება და ექსპერტიზების ჩატარებაც კი, ანუ ყველა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად უზრუნველყოფილი იქნება ფარულობა და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს ეს ყველა მასალა გამოყენებული არჩევნებზე და არა ისე, რომ შემდეგ დამთავრდეს მორიგი გაყალბებული არჩევნები და მორიგ ჯერზე სასამართლოებმა თქვან, რომ ამომრჩეველი იყო ვალდებული, რომ გადაფარებოდა თავის გაჟონილ ბიულეტენსო და ასე დაეცვა თავისი ხმის ფარულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლის მარკირებასთან დაკავშირებული საკითხი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ აი ეს არჩევნები იყო ერთ-ერთი განსხვავებული არჩევნები იმ კუთხით, რომ კომისიის წევრები ეკითხებოდნენ ამომრჩეველს სურდათ თუ არა მარკირების გაკეთება. ეს არის კატეგორიულად აკრძალული საარჩევნო კოდექსით. სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, თუ რაოდენ სისტემურად თვითონ საუბნო საარჩევნო კომისიები უწყობდნენ ხელს და მონაწილეობდნენ გაყალბებაში და საარჩევნო კარუსელებში. ანუ ყოველი დასმული შეკითხვა ამომრჩევლისთვის გინდა თუ არა მარკირება ნიშნავს, რომ ის რეგისტრატორი ამით ხელს უწყობდა საარჩევნო კარუსელის განხორციელებას უკვე სხვა უბანზე. იმიტომ რომ ეს არამარკირებული ამომრჩეველი ცხადია, რომ რატო ეკითხებოდნენ? ეკითხებოდნენ იმიტომ, რომ დარჩენილიყო ეს ამომრჩეველი არამარკირებული, რომ შეძლებოდა ეხა სხვა უბანზე წასვლა და სხვა უბანზე სხვის ნაცვლად ხმის მიცემა. აი ეს არის ამისი ინდიკატორი და ამისი ერთადერთი ახსნა, თუ რატომ ეკითხებოდნენ ეს რეგისტრატორები. არა მათი რაღაცა კეთილგანწყობის გამო, ან რაღაცა კანონიერი დისკრეციის უფლებით, რომ აი გინდა თუ არა გთავაზობ. არამედ იმიტომ, რომ ეს იყო სისტემური სახე, თუ როგორ სისტემურად ჰქონდათ დაგეგმილი საუბნო კომისიების დონეზე, აი ეს გაყალბება, ანუ კარუსელები ამ შემთხვევაში. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში
წესით ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა კარგად იცის და თუ არ იცის მთლად უარესი, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ კოდექსი პირდაპირ კრძალავს ასეთი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობას, თუ კი მას არ აქვს სურვილი, რომ გაიკეთოს მარკირება. და თუ ის უარს განაცხადებს მარკირების გაკეთებაზე, ასეთ ამომრჩეველზე ბიულეტენი უბრალოდ არ უნდა გაიცეს. ეს წერია პირდაპირ საარჩევნო კოდექსში, იგივე წერია ცესკოს მიერ გამოცემულ დადგენილებებში, მაგრამ ცხადია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ეს ზეპირი ინსტრუქცია მმართველი პარტიისგან, რომ მათ ეკითხათ ამომრჩევლებისთვის, მით უმეტეს, როცა ხედავდნენ, რომ ეს ამომრჩეველი საზღვარგარეთის პასპორტით იყო მოსული, სწორედ საზღვარგარეთის პასპორტით მოსული ამომრჩევლების უმეტესობა იყო კარუსელებში მონაწილე ამომრჩეველი და სწორედ მათ ეკითხებოდნენ რეგისტრატორების სურდათ თუ არა მარკირების გაკეთება. ეს იყო სახე, აი ასე ვთქვათ, რასაც შეამჩნევდა ამომრჩეველი, ეს იყო გამოვლინება აი ამ საარჩევნო კარუსელების და თუ თქვენ ხართ მათ რიცხვში, ვისაც კითხეს, ეს კითხვა დაგისვეს, ესე იგი თქვენ გინახავთ, როგორ სისტემურად ხდებოდა საარჩევნო კარუსელების განხორციელება ამ არჩევნებზე. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მარკირების პროცედურა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გარანტია მრავალჯერ ხმის მიცემის გამორიცხვისათვის, ანუ საარჩევნო კარუსელების გამორიცხვისათვის, იქცეს სავალდებულოდ და სავალდებულოდ იქნეს შემოღებული დადგენილებით, ესეც სავალდებულოა, მაგრამ უბრალოდ არ განხორციელდა, ანუ ამაზე მინდა რომ ხაზი გავუსვა, მარკირების კვალის შემოწმება უნდა გახდეს სავალდებულო იმ მომენტშიც, როდესაც ამომრჩეველი გადის უბნიდან, როცა მან უკვე მისცა ხმა და გადის, იმიტომ რომ შემოსვლის პროცესში ეს ისედაც სავალდებულოა. ამიტომ კომისიებმა რომ სამომავლოდ განახორციელონ ეს ვალდებულება, მნიშვნელოვანია რომ პარტიების წარმომადგენლებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა ამას უდიდესი ყურადღება მიაქციონ. მაგრამ კანონმდებლობის დონეზე, ანუ ცესკოს დადგენილების დონეზე აუცილებელია, რომ ცესკოს დადგენილებამ ეხლა დაადგინოს, რომ ამომრჩევლის უბნიდან გასვლის მომენტშიც სავალდებულო უნდა გახდეს მარკირების კვალის შემოწმება. იმიტომ რომ მარკირებამ უნდა შეასრულოს თავისი ნამდვილი ფუნქცია, ეს არის კარუსელების აკრძალვის ფუნქცია და კარუსელების გამორიცხვის ფუნქცია, ანუ მრავალჯერ ხმის მიცემის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა უნდა იქნეს გამორიცხული და ეს არის ის ჩვენი შემოთავაზება, რაც ამ რისკს საომავლოდ გამორიცხავს. ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ რეგისტრატორები დღის მანძილზე რა სითხესაც იყენებენ, აი ამ მარკირების სითხეებში, დამკვირვებლებს და პარტიებს უნდა მიეცეთ უფლება, რომ დღის მანძილზე ნებისმიერ დროს, როცა მათ ეჭვი შეეპარებათ, მიეცეთ უფლება, რომ აიღონ პატარა ნიმუში, აი ამ სითხიდან იმისათვის, რომ გადაიტანონ ეს ნიმუშები ლაბორატორიული ანალიზისთვის და შემოწმებისთვის, ხო? აქ შეიძლება იმავე წამს ეს ვერ მოხდეს, იმიტომ რომ იმავე წამს არსებობს ქაღალდზე დასხურებით, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტის შესაძლებლობა, მას უნდა ჰქონდეს ეს ულტრაიისფერი გამონათება. შემდეგ თვითონ თავის ხელზე შეუძლიათ, ხო, ამ დამკვირვებლებმა და წარმომადგენლებმა დაისხურონ ეს სითხე დამატებით და ასევე უნდა ჰქონდეს ეს გამონათება, ხო? მაგრამ ასევე ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშის აღების შესაძლებლობაც უნდა დადგინდეს, რათა პრევენციულად ყველა რეგისტრატორმა იცოდეს, რომ თუ ის დღის მანძილზე რაღაც манипуляციას მოახდენს, ან წყალს ჩაუმატეს ამ სითხეს, ან გამოცვლის, ხო, როგორც ამას კომისიები აკეთებენ ხოლმე, ანუ იცოდნენ, რომ ამ საფრთხის წინაშე დადგებიან და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება თავმჯდომარეს მოადგილეს, დივანს, ხელმძღვანელ პირებს და ასევე დაეკისრება იმ რეგისტრატორს უშუალოდ, რომლის მარკირების სითხეც ვერ დააკმაყოფილებს ამ შედეგს და მიგვაჩნია, რომ ამ სისტემით ჩვენ მაქსიმალურად გამოვრიცხავთ, ასე ვთქვათ, გაყალბების შესაძლებლობებს. ასევე კენჭისყრის კაბინებზე უკვე რამდენჯერ მიაღვნიშნეთ, მაგრამ ახლაც გეტყვით, რომ 20-24 წლის არჩევნებზე ამან ძალიან დიდი დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩეველზე, განსაკუთრებით მოწყვლად ამომრჩეველზე, იმიტომ რომ მოწყვლადი ამომრჩეველი დარწმუნებული იყო, რომ
მას ხედავდნენ, ანუ აი ამ ღია ფორმის კაბინაში, წინიდან, როდესაც ეს ქართული ოცნების ვიდეო კამერები უყურებდა, აი დარწმუნებული იყო, რომ ის ჩანდა თუ ვის აფერადებდა. ხო, ნუ კომბინაციაში იმასთან, რომ როდესაც აცურებდა აი ამ გაჟონილ ბიულეტენს და აბსოლუტურად ხედავდა და რწმუნდებოდა კიდევ მე რამდენად, რომ მისი არჩევანი იყო გაცხადებული. შესაბამისად, აი ამ მანკიერი ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ კაბინები იყოს დახურული სამივე მხრიდან, რათა ამომრჩეველმა მშვიდ გარემოში, დაფარულ გარემოში მისცეს ხმა და შემდეგ, როგორც წეღან გითხარით, მოათავსოს ეს თავისი ბიულეტენი აბსოლუტურად დაფარულ კონვერტში და არანაირი ეს ღია ჩარჩო კონვერტები და აპარატებში შეცურება და გაჟონვაზე გადაფარება, რომ მთლიანად დავიწყოთ ამაზე საუბარი და ეს რისკი იყოს მთლიანად გამორიცხული. და ასევე მიკვლევა იმაზე, რომ აი ამ ამორჩეველმა კაბინაში რო ამ დროს იყო და პიკოსთან რო ამ დროს მივიდა, ესე იგი ხმა ამას მისცა. ანუ აი ყველა ეს ეჭვი რო გამოირიცხოს, სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ წეღანდელის მეთოდი, რომ გაიყოს აი ეს ხმის მიცემა და ხმის დათვლა და დაიფაროს კაბინები. ასევე დამკვირვებლებზე უნდა აღვნიშნო, რომ წეღანაც ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა მნიშვნელოვანი აღინიშნოს და ამიტომ ვითხოვთ, რომ აბსოლუტურად აღდგენილი იქნას ის მდგომარეობა, რაც არსებობდა 20-24 წლის არჩევნებამდე. ეს 22 და 23 დადგენილებები 3 აპრილს მიღებული ამ წლის 3 აპრილს უნდა მთლიანად გაუქმდეს და ყველა ის უფლება, რაც დამკვირვებლებს ჰქონდათ, ისე უნდა აღსდგეს უცვლელად. ასევე გაძევების ინსტიტუტს, რაც შეეხება დამკვირვებლების გაძევების ინსტიტუტს, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, გაძევებული პირი, ვიცით, რომ მისი გაძევება გახდა ძალიან მარტივი 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომ კომისიის თავმჯდომარეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეუძლია უბნიდან გააძევოს დამკვირვებელი. აი სწორედ ეს ნორმები არის შესაძლებელი და მათი საპირწონე პროცედურა გვაქვს შემოთავაზებული, აი ეს ბოლო ბულიტში, სადაც პირდაპირ პროცედურას გთავაზობთ ასეც, რომ გაძევებულ პირს ელექტრონულად შეეძლოს საჩივრის ატვირთვა და შემდეგ საოლქოსაც და საუბნოსაც ჰქონდეს ვალდებულება, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. ანუ თუ კი ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ ეს პირი ხმაურობდა და კომისიას ხელს უშლიდა, მაშინ ამისი გაძევებაა მხოლოდ ვთქვათ, ხო, ერთადერთი ლეგიტიმური გამოსავალი. მაშინ აღარ უნდა დავურღვიოთ ამ დამკვირვებელს უფლება, რომ მან თავისი საჩივარი, ანუ ის დარღვევა, რის გამოც მან ან ვიდეო გადაღება დაიწყო, ან საჩივრის დაწერა დაიწყო და იცით, რომ საჩივრის დაწერას რომ იწყებდნენ, სწორედ მაშინ ხდებოდა ამ დამკვირვებლების გაძევება უბნებიდან, მას მიეცეს ეს მექანიზმი, რითიც ის თავის ლეგიტიმურ პრეტენზიას დააფიქსირებს მაინც. და სწორედ ასე მოხდეს დაბალანსება, რომ ერთის მხრივ თუ კი ის მართლა წესრიგს არ ღვევდა და ყვიროდა და სხვას ხელს უშლიდა, კი ბატონო, მაგრამ რაზეც ყვიროდა და რა დარღვევაც მან აღმოაჩინა და რის პრეტენზიასაც გამოთქვავდა და ვერ აგებინებდა კომისიას, ხო? აი ამ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მიეცეს ზუსტად ონლაინ სისტემაში საჩივრის ატვირთვით, ხოლო როგორც იცით, პლანშეტი აქვს მთელი დღის მანძილზე კომისიის თავმჯდომარეს ინტერნეტში ჩართული, მისთვის რთული არ იქნება ამავე პლანშეტით მიიღოს ნოტიფიკაცია საარჩევნო კომისიის მეთვალყურეობით და შემდეგ უკვე უნდა დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ თავმჯდომარის და მდივნის, თუ კი მათ ან ხელი შეუშალეს ესეთ პირს საჩივრის დაწერაში, ან საჩივარი არ ჩაიბარეს, არ გაატარეს ჩანაწერთა წიგნში, ან უბრალოდ გააძევეს ეს ადამიანი და შესაბამისად ეს ელექტრონულად ატვირთვა ამ საჩივრების, ხო, არის გამოსავალი იმისათვის, რომ დარღვევა, რომელიც ამ დამკვირვებელმა შეამჩნია, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. რაც შეეხება ამორჩეველთა სიებს და მათ გადამოწმებას, მნიშვნელოვანია დადგინდეს ეს შესაძლებლობა,
რომ საარჩევნო წელს ხდებოდეს ნებისმიერ მონაკვეთში, როცა ეს პოლიტიკური პარტია მოითხოვს ამორჩეველთა სიას, მისთვის ამისი გადაცემა გადამოწმების მიზნით. აქვე მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ცესკო წლების მანძილზე უფრო და უფრო რთულს ხდიდა პარტიებისათვის გადაცემული სიებთან მუშაობის შესაძლებლობას. რას გულისხმობ? ანუ ისეთი ფორმატით ხდება გადაცემა პოლიტიკური პარტიებისათვის ამ სიების, რომ მათ სჭირდებათ ცალკე IT ექსპერტების დაქირავება, ანუ მათი მოძებნა პრაქტება მათთვის ანაზღაურების გადახდა იმისათვის, რომ სამში მოიყვანონ ეს სიები. რაც ცხადია, რომ სრულიად განზრახი პოლიტიკაა, ასე ვთქვათ, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ ვითხოვთ, რომ ისეთ მანქანურად დამუშავებად ფორმატში იქნეს გადაცემული ეს ამორჩეველთა სიები და მოთხოვნისთანავე იქნეს გადაცემული, არა და დავუცადოთ რაღაც არჩევნების გამოცხადებას და არჩევნებამდე დარჩენილ რაღაცა დღეებს. არამედ იმ არჩევნების წლის ნებისმიერ დროს ხდებოდეს გადაცემა ამ სიების და ისეთ ფორმატში, რომ მანქანურად იყოს ადვილად დამუშავებადი. და არა ისე, როგორც დღეს ამას აკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. და სხვათა შორის კიდევ ერთ ფაქტორსაც გავუსვამდი აქ ხაზს. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ CESCO თავის ვებგვერდზე აქვეყნებს იგივე არჩევნების და არჩევნების შემაჯამებელ ოქმს. თქვენ უბრალოდ რომ გახსნათ ეს ოქმის ფორმატი, ის არის უბრალოდ ფოტოსურათი. ანუ ადამიანს რომ უნდოდეს თვითონ დათვალოს, თვითონ დააჯამოს, რაღაცა ეს ანუ მანქანურად დამუშავებადი იყოს ეს ფორმატი, ამას თქვენ ვერასდროს ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ფოტოსურათი გადაყვანილი PDF ვერსიად ატვირთული, რაც არის როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, ხელწერა დღევანდელი მიტაცებული საარჩევნო ადმინისტრაციის. ანუ ის კი არა ადვილებს ადამიანებისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, უბრალოდ დაინტერესებული პირებისათვის ამ დოკუმენტებთან მუშაობას, არამედ პირიქით წლების მანძილზე უფრო და უფრო ართულებს. ნაცვლად იმისა, რომ უფრო და უფრო მარტივ ფორმატში იყოს ეს ყველაფერი მიწოდებული საზოგადოებისათვის. ეს ყველა შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ და ნახავთ ფოტოსურათები როგორ არის დაპიდიეფებული და ეს არის დღეს ჩვენი არჩევნების შემაჯამებელი ოქმები. იგივეა ზუსტად ამორჩეველთა სიებზეც, რომ ისეთ პროგრამაშია გადაცემული, რომ ამ პარტიებს სჭირდებათ ფინანსური რესურსების გაღება და ადამიანური რესურსების მოძებნა და მოძიება, რომ ვინმე დაუმუშაოს აი ეს და ანუ მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს მათთან მუშაობა, რაც ცხადია, რომ სრულიად არალეგიტიმურია. და ასევე CESCO-მ წინასწარ უნდა დაადგინოს ეს სტანდარტი და აუდიტის საბჭო და განიხილოს, ასე ვთქვათ, და დაუდასტუროს ეს სტანდარტი. და სწორედ ამას ვითხოვთ ამ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. და ასევე მნიშვნელოვანი, რომ თავის ვებგვერდზევე განთავსებულ ელექტრონულ საარჩევნო სიაში ეს აპლიკაცია იმდაგვარად იყოს მოდიფიცირებული, რომ ამორჩეველს შეეძლოს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს ვის მისცა ხმა, როდის მისცა ხმა, იმონაწილევა თუ არა არჩევნებში და ეს ზუსტი დრო იყოს მითითებული. მით უმეტეს ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, როდესაც ხმის მთლელი აპარატებით გამოყენებით ხდება ხმის მიცემა, ხო? თუ გავყოფთ ამ პროცესს, მაშინ უბრალოდ დროის გარეშე იქნება, თუ არ გავყოფთ, მაშინ პირდაპირ უნდა იყოს ასახული ეს ამ სიაში. და ეს კიდევ ერთხელ არის იმისათვის დაყენებული მოთხოვნა, რომ გაიზარდოს საზოგადოებაში ნდობა არჩევნების პროცესისადმი და ასევე ყველა დავწმუნდეთ, რომ საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ქონია და ემიგრაცია იქნება ეს თუ საქართველოში მცხოვრები ამორჩეველი ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს ნამდვილად მიიღო თუ არა მან არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგი საკითხი ეხება საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრს და თქვენ იცით რატო იყო ეს საკითხი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გონგო ორგანიზაციების მომრავლებასთან დაკავშირებით, ასევე უბნებზე უბნის ავტორიტეტების მობილიზება ხდებოდა და ეს ბევრმა ტელეკამერამაც გადაიღო და თვითონ ამომრჩევლები ცხადია ხედავდნენ ამას.
ძალიან კარგად, იმიტომ რომ სწორედ მოწყვა დამომრჩეველზე, ანუ კონტროლირება დამომრჩეველზე ზეწოლისთვის გამოიყენება ყველა ეს ინსტიტუტი, ასევე კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხვას ახორციელებენ და იცით, რომ აღრიცხვა ამომრჩევლის არის აკრძალული კოდექსით, კონკრეტულად 55 მუხლის მე-12 ნაწილია, რომელიც პირდაპირ კრძალავს ამომრჩევლის აღრიცხვას კენჭისყრის დღეს, თუმცა რატომღაც ეს ტრადიციულად ქართული ოცნების მიერ მუდმივად ირღვევა ეს ჩანაწერი და ეს აკრძალვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გარე პერიმეტრის კონტროლის ისევე ხორციელდებოდეს, როგორც თვითონ უბნის შიდა ტერიტორიის და ამისათვის ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პირველი რომ ყველასთვის სავალდებულოდ გახდეს აი ამ კოდექსის ამ ნორმის შესრულება, გარდა ამისა, მოხდეს გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების განთავსება, რომელიც გააკონტროლებს მუდმივად, რომ 100 მეტრის მანძილზე არ იყოს აი ამ გონგო ორგანიზაციების წარმომადგენლების თუ სხვა არაუფლებამოსილი პირების თუ უბნის ავტორიტეტების და ასე შემდეგ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების მობილიზება იმისთვის, რომ მოწყვა დამორჩეველზე მათ მოახდინონ ზეგავლენა და ამიტომ იყოს აი ამ კამერების გამოყენებით კონტროლი აი ამ პერიმეტრის, იმიტომ რომ დღესდღეობით არც კომისიის თავმჯდომარეები, არც სხვა წევრები არ იღებენ ვალდებულებას, რომ გავიდნენ და აი ამ 100 მეტრის რადიუსის გაკონტროლება მოახდინონ. არ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ გასაგებიც არის ისინი მთელი დღე უნდა უბნის შიგნით იმყოფებოდნენ, მაგრამ რატომღაც ეს უბნის გარე პერიმეტრი, სადაც ამდენი დარღვევა ხდება, ხო? ანუ ზეწოლა ხდება, დაშინება ხდება ამომრჩევლის, აი ამ უბნის ავტორიტეტებით, იქ მობილიზებული არაუფლებამოსილი პირებით, იქ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით, თუ გონგო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, ხდება კოორდინატორების მიერ ეს აღრიცხვა, ანუ ეს ყველაფერი კანონის დარღვევაა, მაგრამ ამისი კონტროლი რატომღაც არ ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამაზე ვალდებულება აიღოს და სწორედ აი ამ კამერების საშუალებით მოახდინოს აღნიშნულის კონტროლი. ასევე პრეზიდენტის ფორმატში შემუშავებულ დოკუმენტშიც ეს პრინციპი ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი უბნის გარე პერიმეტრზე იმდაგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ამომრჩევლის გადაადგილებას, არ მოხდეს ამომრჩევლის აღრიცხვა, ან მის ნებაზე რაიმე სახის ზეწოლა და შესაბამისად სწორედ აი ამ მოთხოვნის ასე ვთქვათ, უზრუნველსაყოფად არის ამ პაკეტში გათვალისწინებული, რომ ვიდეო კამერებით და თვითონ ადმინისტრაციაზე დაკისრებით ამ ვალდებულების მოხდეს ამ კანონ დარღვევების ასე ვთქვათ, აღკვეთა. ეს რაც შეეხებოდა გარე პერიმეტრს, შემდეგი საკითხი არის ის, რომ კანონმდებლობის დონეზე ცხადია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებათ რეაგირების განხორციელება, მაგრამ შეიმჩნევა ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, რომ ცესკოსთვის მიმართული მოთხოვნები, იქნება ეს პარტიებისგან, ძირითადად ოპოზიციური პარტიებისგან თუ სხვა პირებისგან, რჩება პასუხგაუცემელი და მათზე არ ხდება დროული რეაგირება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხიც იყოს სამომავლოდ დაფარული და რაც შეეხება სისტემურ გაყალბებებს, ანუ იქნება ეს გრთამის შეთავაზება, პირადობის მოწმობების დამზადება, თუ საჯარო სამსახურებში, სიპებში, აიპებში დასაქმებულ ამომრჩევლებზე ზეგავლენა და მათი დაშინება, მნიშვნელოვანია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დროს ეს გარემო იყოს შეცვლილი და ქართულმა ოცნებამ უარი თქვას აი ამ ორგანოების მიტაცებასა და მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოსდენაში. იმ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გვექნება თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში, იმიტომ რომ თუ კი ისევ ყველა ამორჩეველი იყო დაშინებული, თუ კი მათ სოციალური დახმარებების დაკარგვის შიშით ვერ გამოავლინეს თავისი ნება, მაშინ ცხადია, არც შემდგომში ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი. ასევე მნიშვნელოვანია დავების განხილვის კუთხით აღინიშნოს, რომ ვალდებულება და შემდგომ უკვე დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა იყოს იმ კომისიებზე დაკისრებული, რომლებიც უარს ამბობენ რეაგირებაზე
საჩივრებზე რეაგირებაზე, ან ხელს უშლიან საჩივრების დაწერას და ჩაბარებას, ან მტკიცებულებებს არ იკვლევენ საკმარისად და გეტყვით რამდენიმე მაგალითს, მაგალითად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები იწერება, ის არის ასეულობით დართული, განსხვავებული აზრები იწერება ერთვის ამ შემაჯამებელ ოქმებს, მაგრამ ზემდგომი კომისიები ამ განსხვავებულ აზრებს არ იხილავს და არა თუ განსხვავებულ აზრებს არ იხილავს, არამედ არ იხილავს მათში დასახელებულ ფაქტებსაც. ასე რომ თქვენ რომ უბრალოდ გადაიკითხოთ ეს განსხვავებული აზრები, რომლებიც კომისიის წევრები წერენ, საოლქო კომისიის წევრები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, თუნდაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ისინი სამუდამოდ რჩებიან ეს ხმად მღაღადებლის საუდაბნოსა შინა, მათ ყურადღებას არავინ არ აქცევს და ჩვენ და სამწუხაროდ არც სასამართლოები არ აქცევს მაგალითად საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრების დროს მიუხედავად იმისა, რომ მხარეები აყენებდნენ შუამდგომლობებს, რომ ეს კომისიის წევრების დაბარება მომხდარიყო და მათი ჩვენებების მოსმენა, არც ერთმა მოსამართლემ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მტკიცებულება, ყველა ეს განსხვავებული აზრი, რაც არის წარდგენილი, სასამართლოში იქნება ეს თუ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, იქნეს სათანადოდ გამოკვლეული და განხილული. და ასევე მინდა აღვნიშნო მტკიცების ტვირთზეც, დღეს არსებული სისტემა ადმინისტრაციის იმდაგვარია, რომ მხოლოდ მომჩივან მხარეს ევალება ვიდეო მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებები, ასე ვთქვათ, წარმოადგინოს, ფოტო მტკიცებულებები წარმოადგინოს, საჩივარი იყოს ყველა რეკვიზიტით და დასაბუთებული, მაშინ როდესაც თვითონ საარჩევნო კომისიები სულ ორი სიტყვით შემოიფარგლებიან, არ ვეთანხმებით ამ საჩივარს და ასე არ ყოფილიყო. და აი ამ ორ პარამეტრზე დაყრდნობით საოლქო საარჩევნო კომისიები სრულიად ცინიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ან უბრალოდ განუხელველად ტოვებენ აღნიშნულ საჩივრებს და ცხადია, რომ ჩვენი მოთხოვნა სწორედ ამ პრინციპების შეცვლას და გამოსწორებას ემყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ასევე ვერ გვექნება ჩვენ სამართლიანი არჩევნები მიღებული. და იგივე ეხება სასამართლოსაც, იმიტომ რომ დღეს არსებული სისტემით, დღეს არსებული ერთპარტიულად მიტაცებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სასამართლო ხელისუფლებით საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, ანუ უბრალოდ არ არსებობს ეს მექანიზმი და გარდა ამისა, არა მხოლოდ საერთო სასამართლოებმა, თვითონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც ვერ შეძლო აი ამ სამართლებრივი დაცვის მექანიზმის ფუნქციის შესრულება და კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ფუნქციის შესრულება, რადგან სარჩელები, რომელიც წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა, მან წარმოებაშიც კი არ მიიღო და ასე ფართომასშტაბიანად, მრავალკომპონენტიანად გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების განხილვის სურვილიც კი არ გამოთქვა მან. ცხადია, იმიტომ რომ სურვილი ვერ ექნება სრულიად გაკონტროლებულ ინსტიტუტს, როგორიც არის დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სამომავლო არჩევნებზე, ჩვენს მიერ მოთხოვნილ საპარლამენტო არჩევნებზე, დღეს არსებულმა კოლეგიებმა კი არ უნდა განიხილონ, არამედ უნდა განიხილონ ისეთმა შემადგენლობებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ დავების სამართლიანად გადაწყვეტას და მით უმეტეს იმ პოლიტიზირებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში, რასაც დღეს ვუყურებთ უკვე 8 თვეა საზოგადოება, საჭიროა რომ არც ერთი ეს სანქცირებული მოსამართლე აღარ მონაწილეობდეს საარჩევნო დავების განხილვაში და მხოლოდ ის მოსამართლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა და არ არიან სანქცირებულები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. სულ ეს იყო, ამიტომ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გადავიდეთ შეკითხვებზე, თუ კი გაჩნდა ამასობაში. კი ბატონო, თუ არა, მაშინ ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ასევე Facebook Live-ის მაყურებლებსაც
დიდი მადლობა და ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ დოკუმენტის გაზიარებას უფრო ფართო წრეებში პოლიტიკური პარტიებისთვის, განსაკუთრებით კი აი გაერთიანებისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა და რომელიც ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და უარს აცხადებს, ასე ვთქვათ, მხოლოდ აი ამ რუსულ სპეცოპერაციაში შესასვლელად, ასე ვთქვათ, ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ მოვლენაში, რასაც ქართული ოცნება ახღვევს დღეს ქართულ საზოგადოებას იზოლებით თავს. ასე რომ ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ ვაგრძელებთ ისევ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. გმადლობთ და კარგად ბრძანდებოდეთ.